კლასიკა მითა მაგარი რომ იცი რა მუდმივია და გზრდის რაც ეპოქებად თქვა ცხოვრებისეული ეპოქებას ხო ბავშვობაში სხვა რამეს ხედავ სტუდენტობაში სხვა რამეს მოზრდილი სხვა რაღაცას ისა როგორც შენიშნები ისევე სხვანაირად ხედავ ამას და არ გბეზდება ეს კლასიკა ზოგი კლასიკა გეთანხმები ზოგ კლასიკას შეხედავ იმიტომ რომ გახსენებს ახალგაზრდობას ბავშვობას და ხედავ რამდენად დაძველებულია ზოგი კლასიკა კიდე არ ძველდება პირიქით უფრო და უფრო ძლიერი ხდება კარგი კონიაკივით ასაკთან ერთად ასე რომ 2001 Space Odyssey Dave, do you mind if I ask you a personal question? No, not at all. I've wondered whether you might be having some second thoughts about the mission. How do you mean? Rumors about something being dug up on the moon. I never gave these stories much credence, but particularly in view of some of the other things that have happened, I find them difficult to put out of my mind. Open the pod bay doors, please, Hal. Open the pod bay doors, Hal. I'm sorry, Dave. I'm afraid I can't do that. What are you talking about, Hal? This conversation can serve no purpose anymore. Goodbye. კუბრიკზე აზზე ვიყავი რა თქმა უნდა მექანიკური პორტოხალი მქონდა ნანახი არ ვიცი თურმე სპარტაკიც მაგისი გადაღებული ყოფილა არ ვიცი პირველი ძველი სპარტაკი რასამული ხო ცნობილი მე ვარ სპარტაკუსი ეგ არის ხო და აი ეს ფილმი საერთოდ გამოჩენილი ამოვარდნილი ნანახი არ მქონდა და რაღაცა იცი რა რაღაც მეჩვენა რომ ალბათ ძალიან ნელი იქნება და ინტერესიც არ მქონდა ეხლა შესაბამისად შენ რო გვირჩიებ ნახე ისეთი შტაბეშტილების ქვეშ ვიყავი რომ წავედი და კინოში ვუყურე და არის ფილმი რომელსაც მუდმივად დაუბრუნდები ასე რომ როგორც ფილმის რეკომენდატორი over to you ხო ნუ პირველ რიგში მე ეს ფილმი ვნახე 90-იანებში და ნუ გასაგებია რომ შოკი იყო თან ვნახე არა კინოდარბაზში არამედ რაღაც მახსოვს კომპიუტერში მე მგონი კომპიუტერში ხო და რა თქმა უნდა ძალიან იმოქმედა ამან მიუხედავად იმისა რომ კომპიუტერში ვნახე და ფილმი გადაღებულია იმ ეფექტებით და იმ ასე ვთქვათ ტექნოლოგიით რომელიც რა თქმა უნდა დარბაზში უნდა ნახო განსაკუთრებით ეს 5 წუთი თუ რამდენი რაღაცა სიგნალე, რითაც ფილმი იწყება. 3 წუთი და 20 წამი. დაიწყალე. შევხედე. ნო, ამით რო იწყება და რო გამზადებს. თან მერე, როდესაც მივხვდი ეს რასთან მაქვს საქმე, ამ პირველი ნახვის მერე, მივხვდი რომ ეს გენიალური ნაწარმოებია.
რომელიც როგორც ყველაფერი გენიალური ორი რაღაცისგან შედგება. გენიალური ტექნოლოგია. ხო, ანუ როგორ დაიწერა, როგორ ვთქვათ, ნებისმიერი გენიალური ნაწარმოები არ აქვს მნიშვნელობა ეს ასე ვთქვათ, ფილმია თუ ლიტერატურა თუ პოეზია, იქ ორი მდგენელი აქვს, როგორც წესი, ეს არის ტექნიკა, ხო, აუ რითმს როგორ ხმარობს, ან რაღაცა ამდაგვარი და მეორე შინაარსი. თავად ფაბულა და თავად შინაარსი, რომელიც ავტორს უნდა რომ გადმოქცეს. ხო და რომ მივხვდი რომ ამ გენიალურ რაღაცასთან მაქვს საქმე, პირველ რიგში რა თქმა უნდა, მაინც შოკში გაგდებს ეს ტექნიკური ნაწილი. და მე ვფიქრდები იმას რა დევს ამის მიღმა. ხო და ამის გამო მე უკვე უყურე იმითი, რა ქვია, და უსმენდი, იმიტომ რომ იქ ეფექტებია აკუსტიკური და თამაშობ უამრავი რაღაცით და კინემატოგრაფი როგორც სინთეტური ხელოვნება ეს კომბინაცია მთელი ამ ყველაფრის ხო ხმის ხუთი შეხების გარდა დანარჩენი სურის გარდა ყველაფერზე მოქმედებს კი და აი ამ ეფექტებით ეს კაცი რეპს აღწევს ხო ნუ ეს შოკურია როდესაც მაგალითად აი ამ ჰალის თვალი ჰალ ეს კომპიუტერია ხო HAL 9000 HAL 9000 ამ ეს თვალი გადმოსცემს შიშს ну არაფერი რა ნატურა რაღაცა არის ახლა ტექნიკურად ობიექტივია თუ რა ვიცი მაგრამ ხო ну აი ეს ამის მიღწევა ეგეთი რაღაცეების ხო როდესაც მტარის საგანი გელაპარაკება და ემოციას ხედავ ამაში მტარ საგნის ემოციას ხედავ ხო როგორ 68 წელს გადაიღო თან 68 წელს არის გადაღებული ყოველგვარი კომპიუტერის გარეშე წარმოიდგინე ყოველგვარი ამ ტექნიკის ესეთი თანამედროვე რაღაც ტექნოლოგიების გარეშე ну შოკის მონგრელია მე როდესაც უყურდები რებია აი ეს ტექნოლოგიურად ხო მაგალითად ხომალდის ფანჯარაში ჯერ ხომალდი რომელიც მიფრინავს კოსმოსში ჩანს ფანჯარაში ილუმინატორში როგორ მოძრაობს ასტრონავტი კი მიკროსკოპული ანუ ესე იგი რამდენიმე ეფექტი ერთმანეთზე დამყნობილი ხო და მარტო ეგერთი კი არა ეგ ტექნიკა რამოდენიმეჯერ აქვს განაღებული, იმიტომ რომ ხომალდი რო ჯდება ესე იგი ბაზაზე იქ დიდი კვადრატი არის, კუბი არის, რომელშიც ჩაეშვება ეს ხომალდი და ამ კუბის გარშემო 4 სხვადასხვა კედელზე არის ამოჭრილი პატარა მართკუთხედები, სადაც ასევე იქ ფოიეში ხალხი მიდიმოდის, ერთი მეშვება კოორდინაციას უკეთებს. ხო, ანუ ეგ ერთი ხო ჩასვა კიდე 4 მიაყარა ეს და სრული ილუზია იქ ხო, სრული ილუზია სივრცის ანუ შენ ხედავ სივრცეს, კოსმოსს ხედავ და აი ამ ყველაფერს ხედავ მე იცი რა არის გადაღებულია სერიალები როგორი ტექნიკა იყო გამოყენებული ამ ფილმის გადაღებისას. მე სპეციალურად არ უყურე ამ სერიალს, იცი რატო? იმიტომ რომ არ მინდა რომ წამიხდეს შტაბეჭდილება, აი როგორც ილუზიონისტი, როდესაც რაღაცას ასწავლოს აკეთებს და მე მიხვდები რომ ვიმე რა მარტივი რამეა გამოყენებული, მე შტაბეჭდილება წაგიხდება, რა თქმა უნდა. არა და მართლა მარტივი თითქოს რაღაცებია გამოყენებული, მაგრამ ისეთნაირად და ისეთი ხარისხით რომ გადაგრევს ახლა კუბრიკი ცნობილია როგორც რა ვიცი რაღაცა უკიდეგანო პერფექციონისტი ცნობილია რომ მაგი ერთი კადრის გადაღებისათვის ნუ რა ვიცი 100 ჯერ და 200 ჯერ იღებდა ხანდახან და ნუ ისეთი რაღაცებს აკეთებდა ნორმალური ადამიანი მას არ გააკეთებს ხო ნუ მოკლედ რო დაუბრუნდეთ ესე იგი ამ ტექნოლოგიურ ნაწილს ნუ სასწაულია რა თქმა უნდა დღესაც
მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული რა ტექნოლოგიებია შემოღებული, მე სიმართლე გითხრა არც ერთი ფილმი არ მინახავს, რომ ამის ბადალი იყოს. ნუ ეს ფუძემდებელია. ეს არის ფუძემდებელი. ეს არის ნათქვამი. არა, ყველა აღიარებს. 68 წელს გამოვიდა ეს ფილმი და Star Wars-ი, რომელიც ასევე არის როგორც icon of sci-fi, არის 10 წლის მერე გადაღებული და როგორ რამდენი რამე არის აქედან აღებული, ხო? კი, არც მალა. მეც შენსავით კომპიუტერით ვუყურე და ეს კომპიუტერი ხან მუშაობს ხან არა ხოლმე და რო უყურებ დიდ ეკრან ტელევიზორს შევუერთე და რო უყურებ რომ მუსიკა ისმის, მაგრამ შავი კადრი არის ერთი წუთი რა მივედი ამ კომპიუტერთან მეჭირები მე გადავახვიე და დავინახე რომ ფილმი მოდის და დავალოდე და ნუ მე მივხვდი რომ ეს არის ჩანაფიქრი ესეთი სადაც განწყობას გიქმნის ეს ერთი მეორე ესე იგი რასაც ვიტყვი რომ მოძველებული რასაც ქვია ხო ისეთი საინტერესო და დაძაბული და ესეთი აი კარგი ემოციების მუხტის კაცობრიობაზე გაფიქრებინებს რომ რა კარგია რომ ჩვენ ადამიანები თურმე რამდენიმე შეგვიძლია ხო ასე რომ არანაირი მოძველებული იქ ის ტექნოლოგიაც რაც არის ფილმის ტემპი გინდა მუსიკა გინდა ეს ცოტა სურეალისტური მხარეები რაც აქვს დღემდე ძალიან ფილოსოფიურად და ესე თანამედროვე აღიქმება და პლუს ამას კიდე ტექნოლოგია არის იქ ჩადებული 68 წელს ისეთი რომელიც რეალობა დღეს არის რა ეხლა ეს არ ვიცი ჰალზე კი ვილაპარაკებთ მაგრამ ეს თელი chat GPT და artificial intelligence-ზე რომ მიდის ლაპარაკი კაცმა როდის იცინასთან მეტყველა ხო როდის მართალია იმ პერიოდში უკვე იყო რაღაც იდეები ამასთან დაკავშირებით მე არ ვიცი არ მგონია რომ ვინც გვისმეს ეს საკითხული ქონდეს რუსი ფანტასტი იყო ეგეთი ვლადიმერ მიხაილოვი სხვათა შორის ძალიან კარგი ფანტასტი აი სტრუგაცკების დონის რომელსაც 60 მე სპეციალ დავინტერესდი როდის აქვს დაწერილი მოთხრობა ვალგუსის ოდისეა რუსულად ოდისეა ვალგუსը ქვია სადაც აი ეს მოტივი მე დარწმუნებული ვარ კუბრიქს ეს არც კლარკს არ ქონდა წაკითხული და არ ეკნებოდა მაგრამ აი ეს artificial-ის მოტივი საფრთხის მოტივი როდესაც ხომალდი კლავს თავის გზავრებს იქ არის ეს ნაჩვენები და ძალიან ჰუმანური რამ არის იქ იცით როგორ ამ ხომალდს ამ ხელოვნურ ინტელექტს პრინციპში რომელიც ხომალდს მართავს ანუ მთლიანად ხომალდია ეს ინტელექტი არ აქვს მიერთებული ბიბლიოთეკა კაცობრიობის ანუ ჰუმანიზმი არ აქვს არის მკვდარი ესეთი ვთქვათ ინტელექტი ხო მხატვრული და ისტორიული აი ამ დატვირთვის გარეშე რაც კაცობრიობამ გამოიარა და ძალით მიუერთებს ამ კომპიუტერს ბიბლიოთეკას რომ წაიკითხე და ნახე რა არის კაცობრიობა და ვერ შეძლებს მოკლას ხომალდი ვერ შეძლებს რომ მოკლას თავისი მგზავრი და ხდება ძალიან ისეთი მოთხრობაა რა ვიცი თუ ჩაგივარდება მე არ ვიცი თარგმნილი არის თუ არა რუსულია ესა ძალიან საინტერესო და ეს მოტივი აი აქ ამ ფილმშიც ეს გატარებულია მართალია აქ ჩანს რომ ეს ჰუმანისტი არ არის
ეს მექანიკურია, იქ ჭადრაკს თამაშობს მხოლოდ, რაღაც ამოცანებს წლის, მართალია სიმღერას მღერის. კი, ბოლოს. რაღაცა, ხო, სიმღერას ხდება. ის წინ. ხო, მაგრამ ნუ მაინც ეს არ არის ჰუმანისტი. ეს და მთელი იდეა, ერთ-ერთი იდეა, რა თქმა უნდა, მთელი არა, ერთ-ერთი იდეა, რომ კაცობრიობა მზად არ არის. მანამ, სანამ არ აჯობებს ამას და ამას, სანამ არ გადაევლის ატომურ ერას. და იქ ნაჩვენებია ხო საბჭოთა და ამერიკელების შეხვედრა ხომალდზე. ამერიკა გადალახულია ეს. კი. ესე იგი, წარმოიდგინე 68 წელი, როდესაც გახურებული ცივი ომია. კი. და კუბრიკი იღებს უკვე იმ ეპოქას. ერთადერთი რაში შეეშალა, კლარკსაც და დანარჩენი ყველაფერი იწინასწარ მეტყოლა მე რო კაცონა. ერთადერთი შეეშალა თარიღში 2001 წელი. ნამეტანი მოვიდა მე რო კაცო ამკითხოს. შეიძლება ლამაზად კი ჟღერს, მაგრამ 2001 კი არა, ეგ 24 წელი გავიდა და ჯერ კიდევ სადავართ ისევ. კიდევ გვიკვირს ამის ყველაფრის. ხო და რა არის ნახე, ანუ კაცობრიობა მზად ხდება იმისათვის, რომ შენ გცნონ იმათმა. აი იმათმა, ვინც გვიყურებს, ან არ გვიყურებს, მაგრამ ვინც ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამ ფილმის მიხედვით იმას, რომ მაიმუნი ხდება ადამიანი. ხო, ეს ცოტა გავს სადღაც აი მიკელანჯელოს ადამის იმას ფრესკის თემას. ხო, როდესაც აი ამ არტეფაქტით, თუ მონოლითით აღარ მახსოვს რა ქვია ფილმში, მაგრამ შავი ქვა. შავი ქვით ბიძგი მიეცემა. ინტელექტს, მოდი ესე დავარქვათ, ანუ სულის ჩადგმას, გაადამიანობას და გაადამიანობა აუცილებლად მოითხოვს თურმე აუცილებლად, ну, არ ვიცით, მაგრამ გასავლელია აი ეს ძვალი ჰაერში აგდებული, დატრიალებული, რომელიც კაცობრიობის მთელ ისტორიას, ომებს და ყველაფერს გამოხატავს, აი მე პატარა კადრში. აი ამ ერთ პატარა კადრში, ამ ძვლის ტრიალში, ამ იარაღის აერნის და უცებ ეს ყველაფერი გარდაიქმნება ხომალდებად. ვალსი, შტრაუსის ვალსი. კი. ნუ ეს შოკური ისინია, რა თქმა უნდა. ეგ არის კლასიკა დაღქმული, აი ეგ გადასვლა. მაგრამ ასაულია. იცი რა მომეწონა? ეხლა ეს პირველ ყოფილი ადამიანები კი არის მოძველებულად რაღაცა ეს მაიმუნების კოსტიუმი და ასე ხო, ნუ იმ დროისთვის მოწინავე იყო, ახლა თანამედროვე და რა თქმა უნდა. მაგრამ იცი რა იყო ჩემთვის შტამბეშტავი ეხლა როგორც ავტორმა რაც დაწერა, რომ რაღაც მომენტში, აი, იცოლა. რაღაც მომენტში ეს გაჩვენებს ამ ადამიანების ცხოვრებას რა პრინციპში და როგორ შეჭამა იქ ლეოპარდმა ერთ-ერთი და აი ესეთი მიყუჟულები როზიან საცოდავად, აი საწყალი შეშინებული თვალებით ელოდებიან რა დაახტება, როდის შეჭამენ გამოქვაბულში. ეს ქვა ღორების დასაწყისი, ღორები და ეგენი ერთი და იგივე საჭმელზე ეჯიბრება, ხო, ტაპირები. ნარჩენებს რო ჭამენ და როგორ ხდება მიჩვევა ხო ადამიანებთან. ხო და საიდან ეხლა რეალურად ჩემთვის გენიალური იყო იმის ჩვენება, რომ ძვლებზე თამაშობდა ეს პირველყოფილი ადამიანი და ამ თამაში ხელზე მოირგო ერთი დიდი ძვალი და მიხვდა, რომ ამას გაცილებით უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მის ყვირილს. და აი ეხლა როდესღაც ხო იყო მართლა პირველი ეს ადამიანი და ალბათ ეს ერთი არ იყო კომპლექსურად მოხდა, რამდენი ადამიანი და თემი იყო, იქ ყველამ სხვადასხვა დროს ცეცხლიც ისწავლა, თიხაც, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ დღესაც კი ჩვენ რო ვართ ცივილიზებული homo sapiensები განვითარების ამ დონეზე, ხო? ყველა ჩვენ მოვდივართ იმ რაღაცა საწყისი ეტაპიდან, როცა აი მართლა მასეთი მარტივი აღმოჩენა იყო ცივილიზაცია და თლიანად ეს მუსიკა რაც ადევს ბავშვობაში მახსოვს რასად როდის ეს что где когда რო იყო გადაცემა ამ ფილმიდანაა გამოღებული რო იცოდე ხო ნუ ახლა რომ ნახე აღვიქრი ხო ეთქობა ნანახი ქონდათ ეს ეფექტი
როგორ მუშაობს ეს შტრაუსის ეს შტრაუსის მე რიხარდ შტრაუს გულისხმობდა. მე ვერ დაგეთანხმები გიორგი მაპატიე რომ შეგაწყვეტინე შენ ახსენე რომ ჩვენ ცივილიზებულები ვართ. აი ამ ფილმის მიხედვით ჩვენ ჯერ არა ვართ ცივილიზებულები, ვიბადებით მაშინ, ჩემი აზრით. ვიბადებით მაშინ, როცა ამას ყველაფერს გადავლახავთ. როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და მორჩება და აი მაშინ ეს თოთო ბავშვი, ანუ კაცობრიობა აქედან იწყება იმათვის. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ბოლო კადრი ძალიან ბევრი ის აქვს ახსნა ხოლმე, დღესაც მიმდინარეობს დისკუსია, რას ნიშნავს ეს კოსმოსში ჩამოკიდებული ეს თოთო ბავშვი. ნუ მე ესე მიმაჩნია, რომ ეს აქედან იწყება დაბადება და ზუსტად ამით იწყება ესე მთავრდება კიდევაც ეს ფილმი. და ამ რიხარდ შტრაუსის ამ ბგერებით, რომელიც აის ნიშნავს, ხო, რეალურად იქ აისივით არის და ეს ანალოგია ჩემი აზრით ძალიან კარგად არის გამოყენებული და აი ერთ-ერთი ფილოსოფიური ნაწილი ფილმისა, მე ასე მგონია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ. და იმისგან რომ გვცნონ ჯერ ბავშვი ჩვენგან არ დაბადებულა. ჩვენ ჯერ იქა ვართ და მართლაც ესეა. განსაკუთრებით ეს ომები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ეს ჩვენი გარემოს დაცვის აბსოლუტურად უაზრო რაღაცა ქმედებები, ასე შემდეგ, რაც ხდება ჩვენთან, ჩვენ სამყაროში და რაც ამდენ წუხილს იწვევს იმათში, ვისაც კი იწვევს, მაგრამ ყველაში არა. მესმის რასაც ამბობ. ხო, არა. ანუ როდესაც ეხლა იქ კაცობრიობა უკვე ისე დონეზე არის გასული, რომ დედამიწაზე პატარა მიწის გოჯებზე კი აღარ არის ალბათ დებატა. იქ უკვე პლანეტების ათვისება და იქ საბადოები და მართლა მე ხდება კონტაქტი რაღაცა 4 მილიონი წლის წინ ძალიან ინტელექტუალურ ცივილიზაციასთან. თუმცა ერთი პატარა კლიზმა რაღაცები მაინც არის ჩატოვებული იქ ესეთ რუსი პროფესორის სმისლოვი რო არის და რატო არ დაგხვდეს იქ ხო რაღაც კაგებეშნიკია ტიპიური ზუსტად კაგებეშნიკია კოჭი მაინც უნდა გაეგორებინა ცივიობის რეალობისთვის რომ პატარა ერთმანეთზე შეჯიბრება კმენები დარჩება მაგრამ უკვე როდესაც რაღაცა 180 მილიონი მილით დაშორებულ პლანეტაზე მიდიხარ იქ ლაპარაკი აღარა გაქვს უფრო თანამედროვე მეგობრული ურთიერთობა. შორის ნახე ძალიან მალულად კუბრიკი, რომელიც აპოლიტიკური ტიპია. შეპარული აქვს ისიც, რომ ამერიკელებიც რაღაცას მალავენ. კი, ხო. კი, მაინც არის ეს, ქვე, ასე ვთქვათ რაღაცა. მაგრამ ნუ არის, მაგრამ ბევრად წინ წასულია ყველაფერი და მშვიდობისკენ მიდის და ნუ აბა სხვაგვარად ვერ არის. იუპიტერსკენ ვერ წახო. მაგრამ საინტერესო იცი რა თვითონ ფილმსაც რო შევხედოთ ფილოსოფიის და გარდა აი პრაქტიკული ნაწილები რა მომეწონა ეს რასაც დღეს ქვია product placement. იქ IBM-ის კომპიუტერით ხდება ყველაფრის მართვა. ემბლემა ჩანს. ჰილტონის სასტუმრო არის რომელიღაც პლანეტაზე. ანუ ეს ადამიანური რამეები დარჩა, მაგრამ ერთ-ერთი რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი გაგებული გექნება. რომელმაც გადაიღო ინტერსტელარი, რაც ასევე პლანეტებზე არის. ეგ ლაპარაკობდა, ნუ რა თქმა უნდა, ყველა აღიარებს ამ ფილმს და ეგ ლაპარაკობდა, რომ ესე იგი, რა საინტერესო არის, როდესაც ესე იგი 90-იანებში ვნახე ეს ფილმიო და ნუ ცოტა ტექნოლოგია უცნაური იყო, მაგრამ მერე გამოვიდა FaceTime-ი, რომელსაც სახეზე უყურებ ადამიანს და ელაპარაკებიო მობილურ ტელეფონზე და იქ კადრი არის, როდესაც ერთ-ერთი გმირი თავის შვილს დაურეკავს დედამიწაზე და ეს ეკრანზე ბავშვი ვიდეოთი ელაპარაკება. ხო, ეს ვიდეო ლაპარაკი გახდა რეალობაო. მერე ეს artificial intelligence ბარათები? ხო. ეს ხო და მერე კითხავს თავს. ეს ნოლანი სვავს კითხვას, რომ საინტერესო ის იქნება პარალელის გასავლებად, რომ რამდენი თანამედროვე ტექნოლოგიაზე მოახდინა გავლენა ამ ფილმაო.
ანუ დღეს რო FaceTime გვაქვს, რამდენად არის შედეგი იმისი, რომ ვინც გახდა მე მეცნიერი და ტექნოლოგი უყურეს ამ ფილმს და რაღაც იდეები მიეცათ და ყველა არ არის შეფასებული როგორც most influential movies in all time. ესეა შეფასებული ეს ფილმი. როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენის მქონე ფილმი. კი. უამრავ რამეზე. შევხედე ოსკარებს, იმიტომ ოსკარები დიდი იყო მაშინ, ხო? იმ წელს ოსკარებზე გასული და გამარჯვებული ფილმი იყო ოლივერი, რომელიც არის ოლივერ ტვისტი, ჩარლზ დიკენსის მიუზიკლი. იქვე იყო ესეთი ფილმი არის ლომი ზამთარში, ლევ ზიმოი, რომელიც ინგლისის მეფე და ინტრიგებს ეხება შუა საუკუნეების. ამ ფილმმა კუბრიკმა ხო ნუ ძლიერი და კლასიკური ფილმები, მაგრამ და ეს ფილმი ამათ პარალელურად, მაგრამ დღევანდელ დღეს რო უყურო, გინდა ოლივერს და გინდა ლომს ზამთარში, ეს არის ნუ ნაღდად ძველი კლასიკა და აქ შენ უყურებ გინდა ინტელექტუალურ დონეზე, გინდა თანამედროვე ფილმი. შედარება არ შეიძლება. ხო, ანუ შედარება არ შეიძლება. ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, ინტერვიუ რა, ნუ რაღაც გადაცემა, რუსი სხვადასხვა პროგრესული მწერალისა და პოეტის, ვაიმე ბელოვის, ხო, მე მგონი თუ და ადარებს ამ ფილმს ტარკოვსკის სოლარის. და მე არ ვიცოდი, მაგრამ გზნობდი რომ ალბათ ესე იყო, რომ ტარკოვსკის დაავალეს ამ ფილმის მერე, თუმცა საბჭოთა მაყურებელს ეს ფილმი არ ქონდა ნანახი და როგორც მე ვიცი, არ შეუსყიდია საბჭოთა კავშირის ეს ფილმი. არ ჩვენებიათ. გასაგებია, შეიძლება იმ კადრის გამო, თუმცა იმას კი ამოჭრიდნენ, რაღაცას უზავდნენ. კგბ-ს აგენტებად ისო. გააქროვდნენ მაგაც, ხო? ხო, ბოლო რა, მაგრამ მე მიკვირს დღემდე, რატომ არ იყიდეს? ახლა დავიჯერო იმდენად ძვირი იყო, გაქირაება თვალსაზრისით, არ ვიცი. ხო და ტარკოვსკის გადააღებიდნენ სოლარისი თითქოს ამის საპასუხო და ეს ვითომ პროგრესული ბელურამს აუφ როგორ ბევრად ჯობია ტარკოვსკის ფილმი და ნუ რა შედარება რა თქმა უნდა. ხო. და ეს ცოტა ეს შოვინისტური გამოჩნდა. მე გამიკვირდა რომ ესეთ შეფასებას აძლევს ეს პროგრესული ტიპი რომელიც ახლა გაპარულია რუსეთიდან რაღაცების გამო. ხო და რას ვამბობ, ეს ამ ფილმის ზეგავლენა სხვა ფილმებზე, მომავალ ფილმებზე, ისევე როგორც არის შესანიშნავი შვიდეული ზეგავლენა იყო, უბრალოდ კუროსავას შვიდი სამურაის ერთ-ერთი ასევე ესეთი დონის ფილმია, რომელსაც უამრავი ზეგავლენა მოახდინა და სხვა რაღაცებზე. ხო და აი ეს ასე ვთქვათ ფაქტები მეტყველებს რამდენად დიდი რამო მოახდინა ამ ფილმმა და შენი მაგალითი ამ იმისი, რა ქვია, ოსკარი მიიღო მე რამდენიც ვიცი მხოლოდ ტექნიკაში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით და არა მხატვრული და რაღაცა სხვა რამით. ანუ როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ფილმია. ხო, ნუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ კაცობრიობა ცოტა ვერავართ. და კუბრიკის მთელი შემოქმედება ჩემი აზრით ეს არის ამის ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, თავში ჩარტყმა ხალხს. აზრზე მოდით. და გამოიღვიძე და თვალები გაახილეთ. აი ეს მისი ბოლო ფილმი
რომელიც შედევრია ასევე მე რო კაცო მკითხოს, რომელიც მისი ფილმების უმრავლესობა ყველა სკანდალურია. როგორც უნდა იყოს, აბა რა გენიოსის ფილმები და გენიოსის ნაწარმოები ყოველთვის რაღაც სკანდალურია. ჩემი აზრით ეს არის გენიოსის ანდერძი კაცობრიობისათვის. ჯესეთი დასახელებად პირდაპირ გეუბნება, ფართოდ დახუჭული თვალები. კაცობრიობა ცხოვრობს ფართოდ დახუჭული თვალებით. სისულელეებზე გადააქვს და რაღაც იდიოტიზმზე ნერვებს ვიშლით, ხოცავთ ერთმანეთს და თორმე რა არის მთავარი ამ კაცის აზრით? სიყვარული, ხალხო. გიყვარდეთ ერთმანეთი. და აი ეს გენიოსი, რომელმაც, რა ვიცი, პრინციპში ყველგან სცადა თავისი ბედი, ხო? საუკეთესო ჰორორია გადაღებული ერთ-ერთი. მე რო კაცო მკითხოს, მართლა ჰორორია. კი, Jack Nicholson. ისტორიული ფილმები როგორი? კოსტუმირებული ფილმები როგორი, ხო? ეს ბარი ლინდენი, სპარტაკუსი 32 წლის ბიჭმა გადაიღო. 32 წლის ბიჭმა გადაიღო ეს რა ვიცი, დღემდე რა სცენებია და რები. მერე ანტი ასე ვთქვათ, ომის საწინააღმდეგო ფილმი Full Metal Jacket. გაჟღერდა ისე, იმიტომ რომ ეგ რაღაც მარკეტინგის თემები იყო. Full Metal Jacket და სხვა. I see a red door and I want it painted black. Tarantino, რომელიც 90-იანებში დაიწყო, ერთ-ერთი YouTube-ზე ვუყურე ვიდეო, რომ Reservoir Dogs, Reservoir-ის ძაღლები რო გადავიღეო, იქ ბიჭების მისვლა-მოსვლა და ეგეთი კაცური კინო ჩემთვის იდეალად ასეთი ფილმისთვის იყო კუბრიკის შავ-თეთრი ძველი გადაღებული, აი ესეთივე გაძარცვაზე ფილმი. აი თუ გაძარცვაზე ფილმს ვაკეთებო, გაძარცვაზე ფილმის კარგი ნიმუში ჩემთვის არის კუბრიკის ფილმიო და მე მაგის გამო დაიწყეს ჩემი ფილმის შედარება კუბრიკის ფილმზეო. შედარება არ არისო, სხვადასხვა ფილმებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნიმუში როგორ უნდა გააკეთო გაძარცვის ფილმები, ჩემთვის იყო ეს კუბრიკიო რა. ანუ რამდენად მრავალფეროვნად გავლენიანი რეჟისორი იყო რა, მართალია რასაც ამბობ. საინტერესო პიროვნება საერთოდ ფოტოგრაფიით დაიწყო. თვალი აქ ესე იგი რაღაც სხვანაირი და მართლაც ესეა რა, მისი გაის სცენების ესე და დაგმა ეს ყველაფერი, ფერთა თამაში, ჩრდილების თამაში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა სასწაულია. მე მაგისი სპარტაკუსამდე ფილმია გადაღებული Path of Glory, ანუ როგორი თარგმნება სიდიადის გზა რაღაცა, ხო, რაღაცა. არ ვიცოდი რომ მაგისია. ისევე ნახე. და მეორე თუ მესამე ეპიზოდით მეთქი ეს კუბრიკის უნდა იყოს. ეგრევე მივხვდი რა. ალბათ ეს მეთქი კუბრიკის ფილმია. მართლაც ესე აღმოჩნდა. ანუ მისი ხელი ჩანს რა და აი ეს ძალიან დამახასიათებელია ხელი, ხელს მე თვალს გულისხმობ პირველ რიგში და ტექნოლოგია. თვითონ ტექნიკურად ფილმსაც მინდა რამოდენიმე ეპიზოდი ვახსენო. ესე იგი, ფილმის მიმდინარეობა, იცი რა, ეს არის ჩვენი მეგობრებისთვის. ვისაც არ აქვს ნანახი ფილმი, სპოილერებით არის სავსე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. მაგრამ იცი რა, ეს ფილმი იმდენად ცნობილი არის, თუმცა მე არ ვიცოდი, რომ არ არის ცნობილი. ჩვენი ლაპარაკის და მიუხედავად, მაინც რო უყურო, კიდე შენ ყველას თავისი აზრები გაუჩნდება. თლიანად ეს იწყება იქ ზარატუსტრას მუსიკა არის ერთი, გადადის აბსოლუტურად ძვალი ავარდება ცაში და კოსმოსური ხომალდი მოფრინავს მერე სივრცეში გადადის ვალსია. ეს თლიანად ვალსი არის, ხო? და მე ვალსის მერე გადადის ძალიან, აი მე როგორც დავაკვირდი, აი ძალიან სტერილურ, ჩუმ, ფუნქციონალურ, ბიუროკრატიულ ისტორიაში. და მაგრამ აი ამ ყველაფერში იცი ამ სიჩუმით ისე არის გადაღებული, რომ დაძაბულობა ნელ-ნელა იზრდება, მატულობს და რაღაც მომენტში ვინატრე რომ
იცი რა, ცოტა რომ განიმუხტოს სიტუაცია და კიდე ერთი ვალსი შემოაგდოს, просто რომ სივრცე განახოს და კოსმოსი და აი მოგენატრება ერთი სიტყვით, იმიტომ რომ ძალიან განათლებული სპეციალურად შერჩეული კოსმონავტები არიან, რომლებსაც ყველას დავაკვირდი რომ ოთხკუთხედი ყბა აქვს, ფიზიკურად რა თქმა უნდა ძლიერები უნდა იყვნენ, გონიერად კარგი ინჟინრები უნდა იყვნენ, კარგი სამხედრო სპეციალისტები მოფიქრება უნდა ქონდეთ, ხო, ეს შერჩეული იყო ელიტა, ასე ვთქვათ. 5 ადამიანი, ვინც გემზე იყო, 3 ეძინა და 2 მოქმედებდა. მომეწონა იქ კომპიუტერს რო ეთამაშება ჭადრაკს ერთ-ერთი ასტრონავტი. მერე 20-30 წლის მერე არისო კასპაროვი რო თამაშობდა კომპიუტერთან. ხო, ხო რეალურად ეგრე მოხდა, ხო? მაგრამ ეს დაძაბულობა მიმდინარეობს და მერე ვიზუალურად რა კარგად არის გაკეთებული, რომ ეს ვაკუუმის შეგრძნება არ ვიცი ქართულად. იქ სტიუარდესა კარგი გადასვლა რა მომეწონა, იცი რომ ეს პირველყოფილი ადამიანები რაც დაღრეცილად დადიან, ჯერ ბოლომდე წელში ზურგში გამართული ჰუმანოიდები არ არიან და ესე ფეხები ჩაკეცილად დადიან. და შემდეგი გადასვლა კადრის არის რომ რაკეტა ხომალდში გამართულები სტიუარდესა შემოდის კადრში და ესევე დაღრეცილად დადის, მაგრამ ეს დაღრეცილად დადის, იმიტომ რომ იქ არის ვაკუუმ ნივისომას რუსულად და იმისთვის რომ მეტალის სისტემა აქვს, იმისთვის რომ იმოძრაოს 2001 წელსაც კი ადამიანები ეს დადიან, მაგრამ სულ სხვა გარემოში, ხო? აი მერე ეს ამაზე არ მიფიქრია, საინტერესო დეტალია, ხო? შეიძლება მე დავაკვირდი ეგრე, მაგრამ შეიძლება ეგრე იყოს. არა, აქ უამრავი არის ისეთი რამ, რომელიც ახლებურ, იმიტომ რომ პერფექციონისტი კუბრიკი ტყუილ არაფერს არ აკეთებდა. ტყუილად არაფერს არ აკეთებდა. ხო, აუცილებლად რაღაც აქ ჩადებული. რა თქმა უნდა, როგორც გამოცდილი რეჟისორი, ხა რეჟისორებს და წერლებსაც ასევე თავის ტექნიკა აქვს, რომ თუ ერთხელ თუ ირწმუნე რეჟისორის და მიყვები ფილმში, მაშინ ძალიან მარტივია რეჟისორისთვის, რომ შენ ემოციებზე ითამაშოს, ასე ვთქვათ და ამ ჰალს ჯერ შეგაზიზღებს, იმიტომ რომ ეს ჰალი ძალიან კლინიკურად ხოცავს ამ სამ დაძინებულ ადამიანს. როგორ გაყურებინებს, რომ ეს წითელი ხაზები ნელ-ნელა კრიტიკულ ზღვარზე მიდის და შეწყვიტეს არსებობა. ის კოსმონავტი სივრცეში რო ვარდება და ამოყავს, ჯერ ვიზუალურად რა ეფექტურად არის გაკეთებული ფერები. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი უსაშინელესი სცენა, მკვლელობის სცენა. როდესაც არ გაჩვენებს როგორ კლავს ეს, რა ქვია, ეს ფრინავი ბურთი, ხო? მაგრამ ხელებს რო აიკაპიცებს და მოემზადება მოსაკლავად. ანუ არ გაჩვენებს რო კლავს, მაგრამ ეს ცივი, ეს საშინელი სცენა ცდილობს ბოლო გაბრძოლება რომ შეიერთოს ჰაერი. ხო. მაგრამ მერე ისე მიყავს ყველაფერი, რომ ეს ჰალი რო დაიწყებს ბოდიშის მოხდას და უკეთესად მოიქცევი და ნელ-ნელა რო კვდება ეს ჰალი, იმიტომ რომ ინჟინერი ესე იგი იშავს. ხო. იქ მე პირადად რაღაცა პატარა სიმპათია და შეცოდება ვიგრძენი ამ კომპიუტერის მიმართ, იმიტომ რომ მე ეს კომპიუტერი როგორც ადამიანი იწყებს თავისი ბოლო სიმღერა. ესე იგი მე რო პირველად შემქმნეს ჩემმა შემქმნელმა ეს სიმღერა მასწავლა და ამ სიმღერას მღერის, რომელიც ისეთი ხიარული სიმღერა არის, სიყვარულზე რაღაცა ხუმრობა სიმღერა, რაღაცა გვირილა, როგორ მიყვარხარ და რაღაცა, მაგრამ ეს ხმა და ამის ნელ-ნელა გათიშვა და დაღუპვა ფაქტიურად ამას რა ძალიან Say it for me.
do? I'm half crazy, all for the love of you. It won't be a stylish marriage. I can't afford a carriage. როშედის მიდი მოკალი გამოთიშე, მაგრამ მე ეს რო ხვდება, მე აღიქვავ, რომ იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტია და რობოტია და ასეთი ჩაიდინა, ისე ატრიალებს იმას, რომ ისიც გეცოდება. ანუ ესეც უნდა გადალახო, რომ გახდე ის, რომ გახდე ღირსი იმისა, რომ შენ გწნონ. ანუ შენ თავი არ უნდა დაიღუპო იმის გამო, რომ ჰუმანისტი ხარ და აი ამ ტიპს არა, იმიტომ რომ აქაც ეს საჭიროა, თურმე ამაზეც უნდა გადააბიჯო. თუ ამას ვერ გადააბიჯებ, შენ იუპიტერამდე ვერ მიხვალ. არ მინდა გამოვტოვო, რო დაუბრუნდეთ 2001-ს. ბოუმენი არის ესე იგი, ბოუმენი გამორთო ჰალი და შემდეგი კადრი არის, რომ ზის ამ პოდში გამოსული არის სივრცეში. ხედავს ეს შავი ქვა, რომელიც სტატიკურად დევს ფილმში ორჯერ ვნახეთ, სივრცეში დაფრინავს. ეს ბოუმენი კი არ მისდევს, მაგრამ რომ მიფრინავს, ხედავს და იქ მერე იწყება ესე იგი მთელი სიკვენსი. მოყოლებულად 1-3 თუ 5 წუთი არ დამითვლია ნამდვილად. კადრი არის, სადაც მულტიპლიკაცია არის გამოყენებული და სხვადასხვა ფერების ორნამენტები, კადრები მოდის, ანუ აი ეს ბოუმენი გაცვიფრებული უყურებს, როგორ კალეიდოსკოპივით მოდის ეს მულტფილმი და იცი რა, ეხლა პარალელი გავავლე მე წავიკითხე და ეგ პარალელი კი ისტორიაო, ეგრე იყო, რომ 68 წელს ასევე როგორც იყო ცივი ომი, ასევე იყო ვიეტნამის ომი და გაგანია ეს ჰიპური კულტურა და LSD და სხვადასხვა ფილოსოფიები და რა საინტერესო რაღაცას ამბობ ახლა. ამ LSD-ს ხო, ნუ რასაც ახსნილი არის, ეფექტი არის ხო, რომ ხედავ ესეთ კალეიდოსკოპებს და მულტფილმებს, მაგრამ რაღაც მომენტში მე იასამნის ფერი რატომღაც არის დომინანტი ფერი ხდება. არც მე, მაგრამ აი რაც ნანახი მაქვს და მოსმენელი, იმით გეუბნები, რომ ეს მულტფილმები რომ მოდის, რაღაც მომენტში მე თვალები ჩდება იქ და ძალიან დიდი იასამნის ფერი და ეხლა შენ წარმოიდგინე ეს ვინც და შესაბამისად ეს კონტრკულტურა ვინც იყო ძალიან ახლოს მიიღეს ეს ფილმიო და შესაბამისად თავის ფილმად გახადესო და ეხლა რეალურად არ ვიცი, ეხლა მე რაც ვიცი ამ LSD-ზე ძალიან ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატარო, მაგრამ ალბათ ის ვინც LSD-ზე ის მოიხმარდა ეს კინო რო დიდ ეკრანზე ენახა ყველაფრით და მე მთელი ამ სიკვენსებით და განათებებით, ნუ ალბათ კიდე სხვა განზომილების აზრებს და ხედვას გამოიტანა, მაგრამ ეგეც რო ჩააგდო, ანუ ფილმი საიდან სად გადადის, რომ ეს მულტფილმის გამოყენება ფილმში კიდე საერთოდ განსხვავებული ტექნიკა არის და მე გადადიხარ ამ მულტფილმებიდან გადადიხარ ცარიელ ბინაში და დაბოლოება არის საერთოდ ნუ რო შევხედოთ ესე სამი ნაწილივით არის ხო პირველყოფილი ადამიანები მე მთელი ეს ინტერპლანეტური თავგადასავალი და ბოლო მონაკვეთი სადაც ეს პილოტი არის ამ სახლში და უყურებს თავის თავს როგორ ბერდება მე ხვდება და ხდება ვარსკვლავის დაბადება რა და
იცი რა, ეს ნიტშეს ქვე ტექსტები სულ მისდევს და არ ვიცი, ალბათ თვითონ რა თქმა უნდა, ეხლა წაიკითხა და იმიტომ გამოიყენა, მაგრამ ეს მთელი ეხლა ფაშისტებმა კი გაიტაცეს და ნაცისტებმა ეს ნიტშეს იდეები და დაგმეს, მაგრამ რო გამოაკლო ეგ და ისე წაიკითხო, მე მგონი საინტერესო არის. მაგრამ ეს ზეკაცის თლიანად ცნება რა. იყო პირველყოფილი მაიმუნი, რომელსაც ეშინოდა და გახდა პირველყოფილი ადამიანი, რომელმაც მერე დაიპყრო პლანეტა ფაქტიურად და გახდა პლანეტის მმართველი. მე აქ ცოტა პარამეტრს ვხედავ. აბა აი ზეკაცის მაპატია რომ შეგაწყვეტინე. არა მიდი. ზეკაცი მე მგონია ის ვინც ეს გამოუშვა, ვინც ეს განაპირობა ცივილიზაციის აწევა. პრაქტიკულად ღმერთის დონემდე ესაყვანილი, ანუ ვინც მართავს ამას. ბოდიში მე შეგაწყვეტინებ, ტარანტინოს კომენტარი იყო ამ ფილმზე, რომ ზუსტად რასაც შენ ამბობ, რომ ეს ქვა ტექნოლოგია არის თუ ღვთაებრივი. ნუ არ ვიცოდი ეგ, ხო. ხო, ანუ ცივილიზებული ცივილიზაცია არის სადღაც, რომელიც ისეთ განვითარებული არის ტექნოლოგიით, რომ ამ ქვას გიგზავნის და ეს ქვა განაპირობებს განვითარებას, თუ ეს არის რაღაცა სულიერი და ღვთაებრივი. ხო. მაგრამ ბოდიში ვუბრუნდები? ხო და არა, ზეკაცის რამოდენიმე ეტაპი არის, ესე იგი პირველ ყოფილი კაცი განვითარდა ადამიანად, ადამიანი განვითარდა იმათ, ვინც მერე მიფრინავს პლანეტებზე და მერე ეს მესამე ადამიანი გადაიქცა ვარსკვლავად. არ ვიცი, ვარსკვლავად ან ბავშვად, მეც არ ვიცი როგორი დამთავრება. ეს ფაქტიურად ბავშვი არის და შენ შეიძლება წარმოიდგინო, რომ ეს არის ბავშვი მუცელში, რომელიც ხელახლა დაიბადება. უამრავი ინტერპრეტაცია გარდასახვა მოხდება და დაიწყება ცხოვრება თავიდან. ხო, უამრავი ინტერპრეტაცია აქვს ამ კადრს და ყველა დამაფიქრებელია და საინტერესო. მე ახლა უბრალოდ არც დრო მაქვს ამის საშუალება რომ ამდენი ის ვიკითხო ამ ფილმის შესახებ. ხო, იმიტომ რომ უამრავი დისკუსიაა და რაღაც ესეთი და რაც თავარია კუბრიკი ამითა, მაგარი რომ თავის აზრს არ ამბობს ბოლომდე და არის დადებული. რამდენიც ვიცი არც კლარკს. ხო და ნუ აი მე ეგეთი ინტერპრეტაცია მაქვს რომ მაშინ ხდები ღირსი. ან დაიბადე იმათთვის. ან ზარატუსტრასთვის. ხო, სხვათა შორის აქ არის კიდე ერთი საინტერესო იდეა აი ამ ბოლო ეპიზოდში, რომელიც მე მგონი სოლარისშია გადმოცემული, რომ აზრებს, ასე ვთქვათ, შენს იდეებს და შენს აზრებს, რაც თავში გაქვს, იმას გისრულებენ. სოლარისში ეგ არის პლანეტა ოკეანე, რომელიც ადამიანები მის გარშემო, ნუ ვინც არიან იქ რაც ხომალდით, უსრულებს თავში რაც ყველაზე მეტად აწუხებს და უცოცხლებს იმებს. აბსოლუტურად, აი მაგალითად მკვდარ მეუღლეს უცოცხლებს ადამიანს. მე თუ არა გაქვს ეს აკითხული, მე გირჩევს ლემის ერთ-ერთი ძალიან, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი და ძალიან გახმაურებული მარტო ეკრანიზაცია მგონი 5. სოლარისის, ხო. მე 3 მაქვს ნანახი. ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი ეკრანიზაცია მაქვს ფილმის. ხო და აი ეგ აზრი, აქაც ეს არის, რომ ეს ზე, ვინც უყურებს და ვინც გადმოიყვანა აქეთ, ხო, უსრულებს ამ ჩანაფიქრებს. ანუ ეს სასტუმრო შერატონი კი არა თუ რაც არის, ხო? მისი ეს სიმშვიდეში ყოფნა თუ რაღაცა ეგ არის. როდესაც ამდენი რამ გადაიტანა, როდესაც აი კაცობრიობის წარმომადგენელია, აიგე პრაქტიკულად იქ ერთადერთი წარმომადგენელი კაცობრიობის, რომლის მიღმა ეს ყველაფერია და მას აი ამ კომფორტში, ასე ვთქვათ, აკვირდებიან და თავის თავს აყურებინებენ, რა მოხდება. აქ უკვე დროის, ასე ვთქვათ, მართვის ელემენტი შემოდის. კი. იდეების და აზრის გაცოცხლების ის შემოდის. ანუ მომავალი და ზარატუსტრა, ანუ ის ვინც ამას განაგებს, ხო, ამას ძალუძს მართოს ეს ყველაფერი.
და ამისკენ უნდა მივიდეთ, ამისკენ რომ ამას მივახლოვდეთ, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ, ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ. ნუ არ შემიხედია ეგრე არჩილიცი, რასაც შენ ამბობ. ბევრნაირი ის აქვს. მე ძალიან მაინტერესებს შენ როგორ, იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უყურებ, ახალ-ახალი რაღაცებს ხედავ. არა, შენ რაც გააჟღერე, ეს არის შენ გააჟღერე მთლიანი ლეიტმოტივი, რომ კაცობრიობას, ანუ მშვიდობის მოტივი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ როგორც კაცობრიობას ადამიანებს გაცილებით უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ერთმანეთთან კინკლაობა და ომი. და როდესაც გავალთ ამ ეტაპზე, რომ აი ესე პლანეტებზე ვიფრინოთ და აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ. ანუ მარტო დედამიწა კი არ არის ჩვენზე მოცემული. კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს. გამოწვევასავით არის შეიძლება, შენ რასაც ამბობ, ეს არის გამოწვევა რეჟისორის მიმართ. კაცობრიობისადმი, რომ ნახე რამდენი პლანეტა არის და კიდე წინ რამდენი რამე შეიძლება გავაკეთოთ. თუ მართლა ეს შიგნით მოგვარდებით. ხო. ანუ რომ ჩვენ ამ დედამიწით არ ამოუწურეთ ჩვენი პოტენციალი. თუ ძვალი იარაღი გარდაიქმნება იმად რაკეტად, ხო. ხომალდად, უკვე მშვიდობის და ამის ემად. მაგით არის ფილმი ძლიერი რა. მაგით არის ფილმი ძლიერი, რომ ფილოსოფია და შეკითხვები, რომელსაც გაძლევს და შედარებისთვის მაგალითები, რომ როგორი შეიძლება ადამიანი იყოს, რომელსაც გაძლევს იმდენად აგერ 2000 წელი კი არა 2025-ში ვართ, როგორც შენ თქვი, ჯერ დღემდე არ მივსულ ვართ იქამდე, ხო? ანუ კიდე 20 წლის მერე სიტყვაზე ვამბობ, კიდე საფიქრალი იქნება, რომ იქამდე რომ მივიდეთ. ეს ერთი და მეორე, ნუ ახლა შესრულებულია ფილმი, კიდე ფოტოგრაფიულად და კიდე რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც იმ ფილმში იყო ათვისებულია, ახლა ეს მთლიანად რაკეტა რო არის, ხომალდი, სფეროსავით თავი რო აქვს და ეს გძელი, ხო? მე რო უყურო, ესე იგი Star Wars ეს Death რო არის. ეგ მაგას არ დავაკვირდი, ხო? მიიკვლევს გზას, ხო? მაგასთვის ეგრე არ დავინახია. და კიდე ერთი რამე მინდა ხაზი გაუსვა, რომელიც შენ აღნიშნე. ეს ფილმი არ არის ცნობილი. მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მე სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და პრაქტიკულად თითქმის არავის რო ესაც ვახსენებ ხოლმე. რატო ვახსენებ? იმიტომ კი არა რაღაცა, მაგრამ იცი, როდესაც კოსმოსზე საუბრობ, როდესაც მე ახლა გეოლოგიას ვასწავლი და გეოლოგიურ საგნებს. ხო. და განსაკუთრებით აი კოსმოსთან დაკავშირებით სიცოცხლის წარმოშობა და ეგ საკითხები ძალიან უკავშირდება ამ ფილმს და ამიტომ ხშირად მომყავს იქიდან რაღაც მაგალითები და უიმე არ გვინახავს და ურჩევ ხოლმე ნახეთ, იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირად დაინახოთ ბევრ რამეს. მე ერთხელ შევჩივლე ჩემს მეუღლეს, რომ ეცე რა მეთქი არ უნახავს ხალხს ეს ფილმი ან სხვა ფილმები. არა, კუბრიკზე არა ლაპარაკობ, სხვა ფილმები. ძველი და რა გიგვირსო, იცი? შენც ესე არ იყავიო, რა მამაშენის დროინდელი ფილმები 30-იანის რა ქონა ნანახი და ეს საწყენია. ალბათ ამ გენიალურ რაღაცებს რომელიც ბევრია. კუბრიკი მარტო არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ მე არა ვარ ახლა, კი, ბევრს საუბრობ ხოლმე კუბრიკზე, მაგრამ მე ართული ხოლმე ვარ რაღაც ფანი ან რაღაც ექს არ მიყვარს, რომ უამრავი გენიალური რამე არსებობს ამ ქვეყანაზე. და რომელსაც აგიტაცია სჭირდება. და მე ვფიქრობ, რომ აი შენი ეს იდეა ამ ფილმებთან დაკავშირებით, არ ვიცი, შეიძლება მე სხვა რამეშიც გადაიზარდოს, არა მარტო ფილმებზე იყოს საუბარი. კარგია, იმიტომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ გადადგმული იმისათვის, რომ დაინტერესდნენ განსაკუთრებით ახალგაზრდები იმით, რაც შექმნილია მანამდე. ეს პოდკასტიც ერთ-ერთი ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი არტეფაქტი და შესაძლებლობაა, რომ ადრე ორი ადამიანის ლაპარაკი იქნებოდა, ორი ადამიანის ლაპარაკი ახლა შეგიძლია დადო სხვადასხვა პლატფორმებზე და სხვებმაც გაგიზიარო ნაზრები.
არჩილ მოდი იცი რა და ჩემთვის რა არის იცი რომ მე მივყვები მეგობრების ნარჩევ კინოს მთელი იზიუმინკა ასე ვთქვათ ჩემთვის ის არის რომ ამ ლაპარაკით ჩვენი ახლა ნუ გაცნობა და ახლოება ხდება რა ერთგვარი იმ ხრივ რომ ხა რამდენი ხანი გიცნობ და გვილაპარაკია და გვიერთიერთია მაგრამ აი ამ ფილმზე არ გვილაპარაკია გესმის და ამ ფილმით კიდე რამდენი თემა გაიხსნა ხო და მოდი შენ დაგიტოვებ არჩევანს ფელინის 8 ნახევარი თუ ფელინზე იქნება საუბარი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფილმია ასევე ძალიან ბევრი რაღაცის დამნერგავი კი და ინფლუენსური ამ თვალსაზრისით ესეც შეიძლება ავირჩიოთ მოდი აგერ რაც არის ეგ არის ფელინის 8 ნახევარი ხო კი ბატონო აღარ ვიფიქროთ ეგ არის Give me your answer, do I'm half crazy, all for the love.